ადამიანებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს ილია მეორე საქართველოს მიგლოვა და დაემშვიდობა პატრიარქს. აქ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება, რადგან ნახონ თავად ილია მეორეს საფლავი. მოქალაქეები მოდიან ძალიან დიდი მადლიერებითა და სიყვარულით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ მათ ასწავლა სიყვარული, რომ ისინი დააბრუნა ტაძარში, შეაყვარა ეკლესია და ყოველი მათგანი ერთ კონკრეტულ დეტალზე აქცენტირებს. ამბობენ, რომ ილია მეორე იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა ყველა, რომელსაც შეეძლო, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეენდო საქართველოს მოქალაქეებისათვის, რადგან ის აცნობიერებდა, რომ ადამიანები არიან ცოდვილები, თუმცა მიუხედავად ამისა, ამბობენ იმას, რომ როგორც არ უნდა სცადონ მის გზას გაყვნენ, ვერასოდეს განმეორდება ის დიდი ღვაწლი, ის დიდი ენერგეტიკა და ძალა, რომელიც ჰქონდა თავად ილია მეორეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა იმედოვნებს, რომ მისი დანაპირები შესრულდება და მათ შორის ქართველი ხალხი უფრო მეტად სიყვარულით იცხოვრებს. ახლა ჩემთან ერთად არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. მე მინდა გკითხოთ აუცილებლად თქვენთვის როგორი შეგრძნება იყო პატრიარქის საფლავის ნახვა, რადგან თქვენ არ მოგეცათ დაკრძალვის დროს ტაძარში ყოფნის საშუალება. ჯერჯერობით პირველ რიგში მე მინდა მიუსამძიმრო ყველას და ყოველივეს, იმიტომ რომ ეს არის დღეს ჩვენი ყველასი ერთობლივი დიდი წუხილი, რომელსაც ერთად ვიზიარებთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ არა აქვს მნიშვნელობა თუ არა რაღაცა სხვა მიზეზებიდან პროტოკოლი თუ სხვა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ სად იდგა დღეს და ვინ სად შემოვიდა და ვინ ვერ შემოვიდა. დღეს მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ ყველანი ვიდექით და ყველამ გამოვხატეთ ასე ჩვენი განწყობა, ჩვენი წუხილი, ჩვენი ტკივილი პატრიარქის წასვლასთან დაკავშირებული და ამავე დროს ის დიდი იმედი, რომ ის ჩვენ დაგვეხმარება ამ ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ის ერთობა, რომელიც დღეს შედგა და ეს არ არის პირველჯერ, მაგრამ ეს არის ყველაზე მასშტაბურად როგორც შედგა დასანახავად ყველასი. ეს ერთობა, რომელიც ბევრს არ მოწონს, ბევრს არ უნდა, ამ ერთობას შევინარჩუნებთ და მე მგონი, რომ პატრიარქი ამის ძალას ნამდვილად მოგცემს. და მე მინდა კიდევ ერთი რამე დავამატო, ისეთი უფრო პიროვნული, ძალიან ერთგვარად გამიხარდა და ცუდი სათქმელი არის, როცა ეს ეხება საფლავს, მაგრამ გამიხარდა, რომ მისი საფლავი არის იმ ორ ფრესკის შორის, თუ შეხვალთ და ნახავთ, რომელიც თამილა გალობლიშვილის მიერ იქნა ჩამოტანილი იერუსალიმიდან დიდი ბრძოლის შედეგად და პატრიარქის სურვილისამებრ. და ეს არის რაღაცა ძალიან ისეთი ნიშანი, ორივე აღარ არიან და ორივეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მე ვიცი, რომ ეს არ ხდება ასე დამთხოვები არ არსებობს, ასე რომ ეს არის ის რაღაცა ნიშანი, რაც გამოგიგზავნეს იქიდან. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ყველას გიზიარებთ. კარგი, ქალბატონო სალომე, ჩაგიკითხებით მაინც საშვების დაშვებასთან დაკავშირებით. თქვენ თუ გქონდეთ კომუნიკაცია, რომ დაკრძალვის პროცესში უშუალოდ გქონოდეთ საშუალება ყოფილიყავით ტაძარში და რა პასუხი მიიღეთ, თუ კი იყო მსგავსი? არა, ცხადი არის, რომ არ მქონდა არანაირი კომუნიკაცია, არანაირი საშვი, რომ მქონოდა ვიქნებოდი იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ აქვე ვიყავი სიონის წინ და მეც ამითიც ვარ ძალიან ბედნიერი. უღრმესი მადლობა. ვუსმენდით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ მოქალაქეები ძალიან დიდი სიყვარულით შედიან პატრიარქის საფლავის სანახავად. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ძალიან დიდი ძალა და მადლი, რომ აქვთ იმის საშუალება თავად საკუთარი თვალით ნახონ. დარწმუნებულები არიან, რომ ეს დღე არის ორგვარი ხასიათის. ერთის მხრივ მათ აქვთ უდიდესი ტკივილი, იმიტომ რომ ქვეყანამ დაკარგა უდიდესი ადამიანი, სულიერი მამა, თუმცა მეორეს მხრივ მათ დაინახეს, რომ საზოგადოებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში შეუძლია გაერთიანება, რაც აბედნიერებს ყოველ მათგანს და ხვდებიან, რომ ის უდიდესი სიყვარული, რომელიც ილია მეორემ დატოვა, აუცილებლად იპოვის გზას და გაგრძელებას მომდევნო თაობებში. ილია მეორე იყო სიკეთის განსახიერება თავადვე. იგი სიკეთეს უქადაგებდა ქართველ ხალხს, გვასწავლიდა, გლოცავდა, გუმოძღრავდა და ეხლა უკვე დროა მთელი ცხოვრების მანძილზე გავითავისოთ ის სიტყვები, ის ლოცვა, რასაც იგი უქადაგებდა. მართალია ხორციელად განეშორა ქართველ ხალხს
წმინდესი და უნეტარესი, მაგრამ იგი სულიერად კვლავ ჩვენთან იქნება, როცა მის საფლავს მიუახლოვდი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა, ნუ თუ ცოცხალს ვეღარასოდეს შევხვდებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს. ძალიან დიდი დანაკლისია ქართველი ერისთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის და არ ვიცი, ძალიან რთულია რაიმე სიტყვების გადმოცემა პავლე თუ არ მოსული და არც წარუშლელი კვალი დატოვა და იმედი მაქვს, რომ დააფასებს ქართველი ერი. იმედია, ეხა მომავალი პატრიარქი, რომელიც გახდება, იგივე გზას გააგრძელებს, რა გზაც დაიწყო ჩვენმა პატრიარქმა. უფლება მომეცა ღვთისშეწევნით ალბათ, რომ სიცოცხლეშივე ხელზე შემხებოდა პატრიარქი, ისე როგორც რიგით მოქალაქეს. ძალიან ამაღლებული შეგრძნება არის, ეს დიდი პატივია, ვინც მოხვდება ამ საფლავზე, რადგან ყველას არ შეუძლია, მე მგონი და ალბათ ღმერთის შეწევნით და უფლისნებით მოხერხდა და ჩემი მონდომებით ალბათ რომ მქონოდა ეს დიდი პატივი, რასაც ნიშნავს პატრიარქთან მიახლოვება. ჩემი ღრმა წმენით და სიყვარულით პატრიარქის მიმართ და იმ რწმენით, რომ არ არსებობს სიკვდილი მისი სიტყვებიდან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ გარდაცვალება. ძალიან დიდი დამთავრდა, მაგრამ იწყება ძალიან დიდი სიხარული. რადგან პატრიარქი გვეუბნებოდა ჩვენი უწმინდესი, უსაყვარლესი, უტკბილესი და უნეტარესი, რომ სიკვდილი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ გარდაცვალება და დიდ მწუხარებას, დიდი სიხარული მოსდევს, მე ველოდები დიდ სიხარულს. საქართველოს პატრიარქს დაემშვიდობა. ქვეყანა გლოვობს ერის სულიერ მამას, უდიდეს ადამიანს ილია მეორეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში რეგიონებიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რათა ნაწილი მისულიყო და სამების საკათედრო ტაძარში დაამშვიდობებოდა ილია მეორეს, ხოლო მათი ნაწილი მოსული იყო სიონის საპატრიარქო ტაძართან. ეს არის ის ტაძარი, სადაც დაკრძალვა თავად სურდა ილია მეორეს. ეს იყო მისი ერთ-ერთი დანაბარები. აქ 8 პატრიარქი იყო მანამდე დაკრძალული, ახლა მათ შეუერთდა ილია მეორე. რაც შეეხება საფლავს, აქ გადაღება შიდა პერიმეტრზე არის აკრძალული, თუმცა ჩვენ ვიყავით ცოტა ხნის წინ, მოქალაქეებმა მოგვაწოდეს კადრები ეკლესიის შიდა პერიმეტრიდან. ილია მეორეს საფლავი არის ყვავილებით მორთული, ამით გამოხატეს ძალიან დიდი პატივისცემა მოქალაქეებმა. რიგი არ წყდებოდა საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაიშვებოდა უკვე ადამიანების შემოსვლა ტაძარში, ყველა შემოდიოდა და ცდილობდნენ რომ თავად ენახათ, თავად შეხებოდნენ მის საფლავს. სხვათა შორის ილია მეორის აღზრდების პერიოდის შემდგომი პერიოდი უკავშირდება სწორედ ამ ტაძარს. ილია მეორე სწორედ აქ მსახურობდა, გარდა ამისა ცხოვრობდა აქვე რეზიდენციაში, ამიტომ მას განსაკუთრებული სიყვარული და მოწიწება ჰქონდა სწორედ სიონის საპატრიარქო ტაძრის მიმართ. ადამიანები ემშვიდობებიან, გლოვობენ პატრიარქს, ამბობენ, რომ ეს იყო უდიდესი ადამიანი, უდიდესი სიყვარულით, ამიტომ დებენ პირობას, რომ როგორი გაერთიანებულიც ახლა არის ქვეყანა იმ ძირითადი იდეის გარშემო, რომ პატრიარქი ყველას უყვარდა, რომ მას პატივს ყველას სცემდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება, სურთ რომ სხვა საკითხებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეძლონ ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და ისეთი სიყვარული, როგორიც პატრიარქმა დაიბარა. მადლობა, ხატია პირდაპირ ეთერში, ხატია სამხარაძე გვერდებოდა.